სალამი, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1980 წლის 3 თებერვალს. სანამდე ამ კითხვას გავაგრძელებდე, ეს ეხება ყოფილ იეღოველს, ნახეთ 80 წელია, ძალიან ალბათ ზენიტში არიან იეღოველი მოძრაობა, რომელიც ახლა უკვე აღარ არის ისეთი პოპულარულიც არც აქ, არც ავსტრალიაში, არც ამერიკაში, რომ იცოდეთ, მაგრამ ამ დროს იყო პოპულარული და ნახეთ, ამ პოპულარობას თავისი მიზეზი ჰქონდა, ამას ჰქონდა მთავრობიდან ხელშეწყობა. ახლა როდესაც რუსი კრიტიკოსები აფიქსირებდნენ ამას, ხომ და აიგრძალა კიდევაც იცით, ხომ ოფიციალურად აიგრძალა მათი ეკლესიის არსებობა, ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ეს ისე არ არის, იცით, მარტო ადამიანის უფლებებიდან რო შევხედავთ ამას. და საქართველოში როგორც ხა უპატრონო ძაღლები, ისე არის უპატრონო მიშვებული ქვეყანა. მაგრამ როცა ჩვენ კარგად შევისწავლით мотивაციებს, ხომ? როგორ მუშაობს ცერევ, როგორ მუშაობს ერთი იმპერია მეორეს წინააღმდეგ დასაყრად, მიხვდებით, რომ რა იარაღებს იყენებდა. თუნდაც ბრიტანული იმპერიაც თავის დროზე, ხო, მისიონარებს რო აგზავნიდა, ძალიან ბევრი გულწრფელი მისიონარი იყო. როგორც ალბათ ბევრი იეღოველი არის გულწრფელი იეღოველი. მაგრამ ეს ემსახურებოდა იმ სისტემების, იმ იდეოლოგიის გრევას იქ გაგზავნა, რაც იყო იქ. გესმით და რაც იყო იქ კულტები და რელიგია, მაგრამ იესო ქრისტე ესე აკეთებდა? როცა გზავნის იესო ქრისტე, ამ мотивაციით აგზავნის, რომ მაგალითად რომის იმპერია ან ისრაელი გახდეს ძლიერი სახელმწიფო? აი ეს ძალიან უნდა ყურადღება მივაქციოთ ამას და მე ნაყოფებსაც მივხედავთ, როგორი არის. და მით უმეტეს, როცა ახლა მისიონერებს რო აგზავნიდა ბრიტანეთის იმპერია, ის ძალიან სწორი ქადაგებით მიდიოდა უამრავი. ეს პროტესტანტი და არნახული მისიონარული მოძრაობა იყო. და ღმერთი ალბათ ამ უფლებასაც აძლევდა, რომ გაფართოებულიყო ეს იმპერია, იმიტომ რომ სწორი სწავლება იყო, მაგრამ როდესაც შენ აგზავნი იეღოველს, გესმით, და აღარ ბილი გრემი კი არ ჩავიდა, ადრე ბილი გრემი ჩადიოდა. ეხლა ხან რო ჩავიდა მისი შვილი, ხო? ფრანკლინ გრეემი, ნახეთ რა გაუკეთეს საქართველოში. გესმით, იმიტომ სხვა მოცემულობაა. ხო და რო აგზავნე ხა იეღოველს ესეთი ყალბი იმითი, ამას გამოიყენებს იგივე მართლმადიდებლობა და ზარალს მიაყენებს კიდევ უფრო ქრისტეს ნამდვილ ჭეშმარიტ სახარებას. იმიტომ რომ ყველას ახლა იეღოველებად ნათლავენ საქართველოში, ვინც ბიბლიას კითხულობს, გესმით? და მეორე კატეგორია ახლა რო ჩააცვალა, ეს პენტაკოსტელები არიან, რომლებიც ასევე აბნევენ ბევრ ხალხს და თუ ბევრი ადამიანი იმაშვება, მაინც მოდი ვთქვათ, რომ არასწორ გზაზე მიდიან შემდეგ. და ალტერნატივა ეგ ვერ იქნება, ვერასოდეს ვერ იქნება პენტაკოსტალიზმი, შეფარული თანაც, შეფარული, ხო? რო არ ამბობენ უკვე, არ აცხადებენ და ამბობენ, რომ აი სახარების წვენის ეკლესია და ესე. ვერ იქნება ალტერნატივა მართლმადიდებლობის, არა, არანაირად. ამიტომ მართლმადიდებლობას უნდა ისეთი მიდგომა, დაუნდობელი მიდგომა, როგორცაც იცით ვინ აკეთებს ამას, ხო? ერთადერთი პიროვნება, ერთადერთი არხით. და დანარჩენი ეს ყველა მცდელობები, ხო? ეს არის, რა ვიცი, პირიქით უფრო გაძლიერება და გამაგრება. აი როგორც გუშინ ვილაპარაკეთ, ტრამპის ეს რაღაცა პოპულისტური განცხადებები უფრო გაამაგრებს ლიბერალურ აზროვნებას და ლიბერალურ სეკულარიზმს, რო იცოდე, და გლობალიზაცია უფრო მეტად დაჩქარდება მერე. იმიტომ რომ როცა შენ ესე ნახევარი ზომებით და ნახევარიც არ არის, რაღაც 10% ზომებით, ხლა ქრისტიანულ საუზმეზე ლოცვებით, შენ ამერიკას ვერ შემოაბრუნე, ვერ გახდი მაგარს. ასე რომ ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. და კიდევ ერთხელ იეღოველების ისა მე გუშინაც ვახსენე, ეცით რაშია დაბნება მათი, როცა ლაპარაკობენ რომ დედამიწაზე, აი ამ დედამიწაზე დამყარდება 64. უბრალოდ მათ არ აქვს გამიჯნული როგორც ბევრ პროტესტანტებს, ხო, ძალიან ბევრი მართლმადიდებლებიც, კათოლიკები 1000 წლეულს არ ცნობენ. იცით ხო, ესხატოლოგიაში რო არის პრიმილიანიზმი, პოსტმილიანიზმი და აქედან გამომდინარე ისინი ვერ ალაგებენ სწორად მომავლის ამბებს. და როდესაც შენ არ აღიარებ 1000 წლოვანს და ის მოცემულია ბიბლიაში, ხო, 1000 წლოვანი იდეალური განახლებული დედამიწა, ხო, ბუნებრივია შენ ამას ნათლავ, რომ ეს იქნება მარადიული. და ეს ესე არ არის. ჩვენ ვიცით რომ 1000 წლეული პირდაპირ გაგებით და არა გადატანითი მნიშვნელობით იქნება იდილია, როცა იესო ქრისტე იმეფეს ამ დედამიწაზე. მაგრამ მერე, როგორც ამას ბიბლია და ჩვენ წავიკითხავთ ბიბლიის მუხლებს, პეტრეც ამბობს მოციქული, ეს ცა ეს დედამიწა აიგორგლება და ფერფლად იქცევა.
ანუ ეს ჩვენთან არსებული უკვე განახლებული შემდეგ, ხო? უკვე იმიტომ რომ სატანა ისევ განთავისუფლებული იქნა 1000 წლის შემდეგ და ისევ კორუფციას მოახდენს. ასე რომ ეს მთლიანად აორთქლება განადგურდება და სრულიად ახალი. ამას ამბობს 21 თავი გამოცხადების წიგნი, სრულიად ახალიცა და ახალი დედამიწა იქნება. აი კითხვაც ამას ემყარება, ესე დავასათაურე მე, როგორც ყოფილი იეღოველი, მაინტერესებს ეს დედამიწა დარჩება თუ გაქრება. მე ესე გავაკეთე ფორმულირებად თქვენს მიხვდებით მე კითხვა პასუხის დროს როგორ არის. მოდით მოусვინოთ კითხვის დასმულს. სალამი მოგესალმებით ჯონ, მე უკვე 4 თვეა ქრისტიანი ვარ, მაგრამ სანამდე გავხდებოდი, მე ვიყავი ჩართული ამ სექტაში, რომელსაც თქვენ კულტს უძახებს კალტს, ესე ინგლისურად ესე და ჩვენ სექტა უფრო სწორი არის, იოჰვას მოწმეები, ანუ რასელისტები, ხო? და ძალიან მტკივნეული იყო იქიდან გამოსვლა ნება მომეცით გითხრათ ეს და ჯონ მაკარტური აღთხოვან და გაუხარდა და იმედია რომ გიხარიათ ხომ რომ დატოვეთ ისინი. ღმერთო, დიდება უფალს. დიახ, მართლაც. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ყველა დოქტრინა შევეცადე უმეტესი ნაწილი ამომიღო ჩემი თავიდან და ჩემი რწმენიდან. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რაღაც გაურკვეველი ადგილები ბიბლიაში, რომელიც ცოტათი დამაბნეველი არის ჩემთვის. შემიძლია რომ მოგაწოდოთ ეს. ეს არის ფსალმუნის 36-ის 39 მუხლი, ისინი დაიმკვიდრებენ მიწას და იცხოვრებენ მასზე მარადიულად. ეკლესიასთან პირველი 4 თაობა მოვა და წავა, მაგრამ დედამიწა მარადიულად იდგება, ან დედამიწა მარადიულად იარსებებს. და მე არა ვარ დარწმუნებული ეს რას გულისხმობს და ასევე მათეს სახარების მეხუთეში თვინიერი დაიმკვიდრებენ დედამიწას. ახლა მე ვიცი რომ იქნება ახალიცა და ახალი დედამიწა და ეს გაქრება, ეს არსებული დედამიწა, მე დარწმუნებული არა ვარ. ეს ეხება ახალ დედამიწას? რა თქმა უნდა, ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ეს არის მეც რაც მეგონა და ჯონ მაკარტური აგრძელებს. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ თუ არსებობს ახალიცა და ახალი დედამიწა, ჩვენ გვექნება ახალი განდიდებული სხეულები. სხეულები, რომლებიც არ განსხვავდება ჩვენი სხეულისაგან ძალიან, იმ გაგებით, გარეგნული გაგებით, მაგრამ არსობრივად განსხვავდებიან, როგორც პავლე აყალიბებს ამას კორინთელთა წერილში, რომ ყველა ცხოველს აქვს თავისი სხეული, ასევე ახალ ადამიანს ჩვენს სულს სჭირდება ახალი სხეული. და იესო არის ამის საუკეთესო მაგალითი. მას ჰქონდა სხეული, რომელიც ადაპტირებული იყო დედამიწაზე. ასე არ არის? დადიოდა, ლაპარაკობდა, ჯდებოდა, ადგებოდა. სხვა სიტყვებით ვთქვათ, მისი სხეული ადაპტირებული იყო ამ დედამიწაზეც. და მე მჯერა, როგორც კი მივიღებთ განდიდებულ სხეულებს, ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება არის განდიდებული დედამიწა ან განდიდებულ სხეულებთან მისასვლელად. და მე მჯერა რომ არსებობს აზრი, რომელთაც ჩვენ სამუდაოდ დავიმკვიდრებთ ამ დედამიწას. იმიტომ რომ მე მჯერა რომ მარადისობა იქნება ახალიცა და ახალი დედამიწა. ამიტომ ფიქრობ რომ ეს დაპირებები შესრულდება, ფაქტობრივად ეს დედამიწა აღდგება მის განდიდებულ მდგომარეობაში. ხედავთ რომაელთა მერვე თავში ნათქვამი რომ მთელი ქმნილება ელოდება არა განადგურებას, არამედ ელოდება რას? იყოს გამოსყიდული და განახლებული. დიახ, მადლობთ ჯონ ამ პასუხისათვის. და მე მინდა დავამატო, ეს იქნება პირველ რიგში 1000 წლეულში, როდესაც იესო ქრისტე დაბრუნდება და შემდეგ უკვე ამ 1000 წლეულის შემდეგ, როცა სატანა გამოშვებული იქნება და ისევ ცოდვა შემოდის და აცნუნებს ვერს, ეს დედამიწა და ეს ცა გადავა. აი ამას ამბობს უკვე გამოცხადების 21 თავი. და ვიხილე ახალიცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს და ზღვა აღარ იყო. და ვიხილე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული როგორც თავის საქროსთვის, მორთული საპატარძლო. ხედავთ? ესე იგი, ვიხილე ახალიცა და ახალი დედამიწა ამბობს, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს და ზღვა აღარ იყო. ნახეთ, ეს არის უკვე საბოლოო გამოცხადების წიგნის დასასრული. მადლობა პასუხისათვის.